საქართველოს დღემდე მოიყვანა. საღამშვიდობისა მოგესალმებით ტელეკომპანია იმედის საკვირაო ტელეჟურნალ დროების სტუდიიდან. მე გიორგი თარგამაძე და ტელეიმედის ჟურნალისტები წარმოგიდგენთ 28 იანვრის დროებას. Ზუსტად 1 წლის წინ ქართული საზოგადოება ზნეობრივ ზღვარზე აღმოჩნდა. Ზუსტად 1 წლის წინ მოხდა მკვლელობა, რომელიც ერთი შეხედვით კრიმინალურ ისტორიას გავდა. Ზუსტად 1 წლის წინ გაირკვა, რომ ეს შემზარავი უსამართლობა სამართალდამცავების ხელდასმითაა ჩადენილი. Ზუსტად 1 წელია საზოგადოება სამართალს ეძებს. სანდრო გირგულიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 2 სასამართლო პროცესი გაიმართა. ორივე მსგავსი შედეგით. მჯარდებულია 4 ადამიანი, მათ შორის დამკვეთები არ ფიგურირებენ. გვარებს მაშინაც ასახელებდნენ და ხმამაღლა ამბობენ დღესაც ისინი, ვინც ამ საქმის მთავარი მოწმენი არიან. მაგრამ როგორც ჩანს, თემი და სახვევი თვალზე კი არა ყურზე უკეთია. პოსტრევოლუციური საქართველოს ყველაზე სკანდალური და ღირსების საქმე 1 წლის შემდეგაც დაუსრულებელია. დიონა ტრაპაიძე გიამბობთ, ვინ გადალახა და ვინ ვერ ზნეობრივი ზღვარი. Sandro. Oh my God, no! That's good for Taco. I just want to kill you all. Atau jet skis, no blue. ეს იყო ერთხელ ამერიკაში. სანდრო მაშინ ამერიკულ კოლეჯში სწავლობდა. მხოლოდ 20 წლის იყო. ეს მისი ოთახია თბილისში. გაჩერებული საათი, ველოსიპედი, რომელთაც კუს ტბაზე მხოლოდ 2 ჯერ მოასწრო ასვლა, თხილამურები გუდაურისთვის, ფოტოაპარატი, რომელთაც გერმანიაში მოგზაურობა ფირზე აღბეჭდა, მოგზაურობისას ნაყიდი ნივთები და ოჯახისთვის დღემდე უცნობი ქალის წარწერა კედელზე. ამ ოთახში შესვლა დღეს ყველაზე მეტად სანდრო გირგულიანის დედას უჭირს. კარადაში შეხედვა მეშინია ამ კარადაში. იმისი სუნია. ძალიან განერვებული ვარ ეს დღები, წელი რო ზრუნდება, გიჟათა ვარ გწეული, რომ ბავშვი 1 წელია თურმე არ მინაღავს. ველოდები სასაფლაოზე კი არ მინდა ასვლა, დიანა, არ მინდა სასაფლაოზე ძალით მივყევარ ხალხს. მამა უთმე არ შეიძლება უნდა იარო, არ დავდივარ სასაფლაოზე ძალიან იშვიათად, არა მაგ საქმე სასაფლაოზე. 1 წლის წინ ნინოობა იყო. სანდრო გირგულიანი ლევან ბუხაიძესთან ერთად შარდენ ბარში მეგობარი გოგოს სანახავად მივიდა. ის გოგო სხვა სუფრის წევრი იყო. იმ სუფრაზე ვასილ სანოძის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. იანვარს 2 საათსა და 20 წუთზე ოქროყანაში მეგობრებმა მკვდარი სანდრო გირგულიანი იპოვეს. ორ დღეში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით გირგულიანის მკვლელობა სვანურ გარჩევას მიაწერეს. ოჯახმა სიმართლე 3 დღეში იცოდა. საზოგადოებამ კი ცოტა გვიან დროებაში გასული რეპორტაჟის შემდეგ შეიტყო. ამ დროისთვის მაგედასთან ისხენ ანა კალანდაძე, ბასიკო თანოზე, თაკო მირაბიშვილი, დათა ხალაია, გურამ დუნაძე და ოლეგი. ეს იყო ყველაზე სკანდალური რეპორტაჟი, ყველაზე ხმაურიანი გვარებით, მომხდარის სრული სურათით. ჟურნალისტისთვის ეს იყო პროფესიული ღირსების ზღვარი. საზოგადოებას სიმართლე უნდა სცოდნოდა. რეპორტაჟის გასვლის შემდეგ მომდიოდა ტელეფონზე ტექსტური შეტყობინებები და ეს იყო ცარიელი ფურცელი. დაახლოებით 20 ტექსტური შეტყობინება მომივიდა, 20 მესიჯი წარმოიდგინე, სადაც არაფერი არ ეწერა. და მომდიოდა როგორი ადამიანებისგან, იცი ვისაც ვინც ფიქრობს დღემდე რომ მათი ტელეფონები ისმინება, მესიჯები იკითხება და ასე შემდეგ. ცარიელი ფურცლები, უამრავ ცარიელ ფურცელს ვიღებდი და ვერ ხვდებოდი თავიდან რა ხდებოდა და მე თვითონ რა უყურებდი რეპორტაჟს. თათიასები ნაწილზე რომ მივდიოდით ინტერვიუს ნაწილსაც გვარებს ასახელებს, ხოლმე ყურებზე ხელი ავიფარე. აი ეს არის სალონი. აი აქ ის და თათია. ყველაზე თამამი რეპორტაჟის ყველაზე მნიშვნელოვანი კომენტარი ნათია მიქიაშვილის სახლის პირველ სართულზე ჩაიწერა. თათია მაისურაძემ იცოდა, რომ ადვოკატის თანაშემწისთვის ვიდეო ჩვენება უნდა მიეცა. ასე დაიწყო სიმართლე სანდრო გირგულიანზე.
მე ეს ყველაფერი ნათქვამი მაქვს წერილობითო. ის რაც მოგვიანებით ჩემ ინტერვიუში თქვა, სანდროს დაკრძალვის დღეს მე მივიყვანეს ქალაქის პროკურატურაში ან სამმართველოს შენობაში და იქ მაქვს წერილობით ინტერვიუ მიცემული და მე მახსოვს უთხარი რომ წერილობითი შეიძლება განადგურდეს მეთქი და ჯობია რომ ფირზე იყოს დაფიქსირებული თქო და სწორედ ამით დავითანხმა მაშინ კაცია ინტერვიუზე. მე აღვიდგინე აბროკანაში მყოფი მეოთხე ადამიანი და დადასტურებით მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ოლეგ მელნიკოვი. მან გვიან, მაგრამ თქვა ის, რასაც სანდროს მკვლელობის დღიდან ელოდნენ. ნათქვამა ვერ შეცვალა სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ შეცვალა საქმის არსი. გავლო პირდაპირი ხაზი მკვლელებიდან დამკვეთებამდე. თქმას ნამდვილად არ ვერიდებოდი, ხა ჩემთვის სულ ერთი არის ამ შემთხვევაში, მელნიკოვი და სხვა ადამიანები. აქ უბრალოდ იმაზეა ლაპარაკი, რომ არ შეიძლება ისეთ ბოლომდე დარწმუნებული არ იყო და ადამიანზე ეგეთი რამე თქვა. და ამიტომ ვცდილობდი, რომ ბოლომდე სანამ არ დავწმუნდი, მე მანამდე მელნიკოვზე ეგეთი რაღაცა ვერ ვთქვი. სინამდვილეში რაც მოხდა, მართლა ყველამ იცის. და აი ეს უნდა მივიდეს ბოლომდე. ლევან ბუხაიძისთვის ყველაზე მძიმე წელი იყო. სინანულის გრძნობა აქვს, მაგრამ უპატიებელ შეცდომას ვერ ხედავს. აკლია საუკეთესო მეგობარი, მაგრამ მკვლელობა 1 წლის წინ არ ყოფილა მხოლოდ ერთი მეგობრის ტრაგიკული აღსასრული. 1 წლის წინ მისთვისაც მძიმე ცხოვრება დაიწყო. არავის არ უსურვებ ეგეთს. ერთ დღესაც. ერთადერთი არის ის, რომ ჩემი შვილები არიან ის ადამიანები, ვინც მეხმარება ხვალინდელი დღის იმედს, ვინც მე მაძლევს. სხვა არაფერი არ ხდება ჩემ გარშემო კარგი. არაფერი. ყველაფერი შეიცვალა, დაწყებულია. იგივე სამსახ კარიერა, ყველაფერი, აბსოლუტურად. პირველად ღია ეთერში უნდა გამოსულიყო დათა ახალაია, მაგრამ იყო პირობა, რომ ის უნდა ყოფილიყო ბოლო სტუმარი. ჩემთვის ეს პირობა არის მიუღებელი. მე ძალიან დიდ ბოდიშს ვხვდი ყველა ჩემს სტუმარს, მომდევნო სტუმარს. მე ვფიქრობ, რომ როდესაც ქვეყანაში ეს მკვლელობა მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს მაინც და ეს არის ჩემი ბოლო გადაცემა ჩემს გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია გახდა რუსთავიორიდან ეკა ხოფერიას წასვლის მიზეზი. უკვე დაიღალა განმარტებებისგან რა თქვა და რატომ. მხოლოდ იხსენებს ემოციურ ფონს, რამაც მის პროფესიულ ცხოვრებაში სხვარი გაავლო. იმ ცნობილ პირდაპირ ეთერამდე და ეთერის შემდეგ. მე ხს რაღაც ინტერვიუ იყო ლევან ბერძენიშვილის. სწორედ ამ სასამართლო პროცესს უკავშირდებოდა. როდესაც რაღაც ესეთი თქვა, რომ აი ადამიანებს ზოგჯერ გონიათ, რომ რაღაცეები არის მუდმივია. არ არის მუდმივი და მე მგონი თქვენც ასე გონიათ კორესპონდენტს უთხრა. და აი ბოლო ემოცია იყო უკვე ის რაც არ მე ვთქვი ერთხელ, რომ უბრალოდ წარმოვიდგინე, რომ ხა ამ გადაცემას უყურებს ეს ადამიანი, დედა, სანდროსი. და აი რა ვიცი, თქვი რას თქვი. სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. ასეთი თანამდებობის მიუხედავად არ მორიდებია აქციაზე გამოჩენას, სასამართლოზე მისვლას და ღია ეთერში იმის აღიარებას, რომ მერაბიშვილის ადგილზე გადადგებოდა. 7 წლის ბიჭის სადისტურად მოკვდინებას დღეში მით უმეტეს ძალოვანი სტრუქტურების ოფიცრების მიერ ეს არის უმძიმესი დანაშაული და ამ დანაშაულის ობიექტურად არ შეფასებამ შეიძლება ძალიან სერიოზული კვალი დაჩნიოს ჩვენ საზოგადოებას. Ვფიქრობ, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოში, იმდენად მწვავე, რომ მე რო ყოფილიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, მე ნამდვილად გადავდგებოდი. ივნისის ბოლოს მოხდეს 24-ში, მე მგონი 25-ში. დღეს ფიქრობს, რომ მისმა აქტიურობამ განსაზღვრა, რომ უკვე 7 თვეა ყოფილი მინისტრია. მთავრობაში ყოფნისას სანდრო გირგვლიანის საქმე იყო მისთვის ზნეობრივი ზღვარი, რომელიც იმ ადამიანებთან გაავლო, რომელთაც ამ თემაზე გაჩუმება არჩიეს. ეს არის სახელმწიფო დანაშაული, ეს არის დანაშაული, რომლის უკან დგას მთელი სახელმწიფო აპარატი თავისი შესაძლებლობებით იმისთვის, რომ ეს დანაშაული იყოს მიჩქმალული, დაფარული, რაც ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა. ყველაფერზე ისეთივე პასუხისმგებელი ვარ, როგორც თუნდაც შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი ან ნებისმიერი სხვა
ადამიანი, ვინც ხელისუფლებას წარმოადგენდა, მაგრამ აი ჩემი მოხსნა იყო გარკვეული შვება. ხმაურიანის სასამართლოს ხდომები ორ ინსტანციაში, ორი განაჩენი ერთმანეთის მსგავსი, ხმაურიანი აქციები, 4 დაკავებული და საზოგადოების პროტესტი, სად არიან დამკვეთები. ეს უკვე აღარ არის ერთი ოჯახის ტრაგედია. შემოგვიერთდით. ჩვენ მოვითხოვთ საქმის ობიექტურ გამოძიებას. ჩვენ მოვითხოვთ შემსრულებლების და ორგანიზატორების დასჯას. გირგულიანის ყველობა გახდა კანონის სრულყოფილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი. რამდენად სამართლიანად და დანაშაულის შესაბამისად უსჯიან სასჯელს აღიარებული დანაშაულისთვის. გირგულიანის ყველობა არის პრეცედენტი, როცა საქმესთან დაკავშირებული მაღალჩინოსნები ისე გადადგნენ, რომ დანაშაულთან კავშირი არ უღიარებიათ. მართალია სხვა მიზეზით, მაგრამ თანამდებობა დატოვა სუფრის კიდევ ერთმა წევრმა გურამ დონაძემ. სანოძე ახალაიას გადადგომის ოფიციალური მოტივი კი გამოძიებისთვის ხელის შეშლის შესაძლებლობის გამორიცხვა, თუმცა პოლიციელების კეთილშობილური ჟესტი ლოგიკას მოკლებულია. თანამდებობაზე დარჩა მთავარი პოლიციელი, რომლის მეუღლეც შარდენის სუფრის ერთ-ერთი წევრია. სასამართლო გამოძიების დასრულების შემდეგ კი არაა გამორიცხული თანამდებობაზე კონსტიტუციური დეპარტამენტისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელებიც აღადგინონ. მათ თანამდებობრივი უფლებამოსილება მხოლოდ შეჩერებული აქვთ. რევოლუციური ხელისუფლების ყველაზე დიდი კომპრომატი. გირგულიანის საქმემ ერთ-ერთი უპირველესი ადგილი დაიკავა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში, როგორც ნიმუშმა, ძალოვანი სტრუქტურების თავგასულობისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხისა. ეს მძიმე 1 წლის დასასრულია. შარდენბარი დახურულია. შარდენის ბაღში კი ახლობლები, მეგობრები, პოლიტიკოსები, უბრალო ადამიანები შეიკრიბნენ. მათთვის სანდრო გირგულიანის საქმე ღირსების საქმეა. საქმე, რომელმაც რევოლუციის შემდეგ საზოგადოება ყველაზე მეტად აახელვა და საქმე, რომელიც საქართველოში უამრავი ადამიანისთვის იყო, თუნდაც ზოგჯერ გადაულახავი, მაგრამ მაინც ზნეობრივი ზღვარი.